მილიონობით წელია სხვა კონტინენტებისგან შორსაა. სწორედ ამიტომ აქ მობინადრე ცხოველებს სხვაგან ვერ სადიხილავთ. ეს გადარჩენილების მიწაა. ჩრდილოეთ ავსტრალიის ჯუნგლები პლანეტაზე ყველაზე ძველია. ის 180 მილიონი წელია არ შეცვლილა. ცხოველები და მცენარეები აქ შეიარაღებულნი არიან. დინოზავრებთან ერთად ცხოვრებისთვის არიან შექმნილნი. დღეს აქ მხოლოდ ერთი გოლიათია დარჩენილი. კლანჭები ველოსირაპტორზე გრძელი აქვს და 2 მეტრის სიმაღლისაა. ტყეში სწორედ კაზუარი ბატონობს. საკვების ყოველი ნამცეცი აუცილებელია, რათა წიწილები მაღლები და ძლიერები გაიზარდონ. მაგრამ ამ ტყეში საკვების უმრავლესობა წიწილებისთვის ზედმეტად დიდია. არადა მათ ნისკარტს უნდა იყოს მორგებული. საკვები საკუთარ ტერიტორიაზე უნდა მოაგროვონ. თუმცა მისი პოვნა ადვილი არ არის. ერთმა უკვე ჩაღვინდა. აი მეორე კი ზედმეტად დამრთხალია. უკან ბრუნდება და იქ მიდის, საიდანაც მოვიდა. მოშორებით მამის ყურადღებას მოკლებული პატარა დაუცველი ხდება. კაზუარის წიწილების მხოლოდ ნახევარი აღწევს ზრდასრულობამდე. მიზეზი სერიოზულია. ავსტრალიის ისტორიამდელი ტყეები ტაცებლებით არის სავსე. აქ ზოგიერთი ცხოველი იკვებება თითქმის ყველაფრით, რაც ზომით მასზე პატარაა. მამა უნდა იპოვოს. თანაც სასწრაფოდ. მამრი მისი ტირილის ხმას იგებს და პასუხს უბრუნებს. ის განსაკუთრებულ სიგნალს იყენებს, რაც დაბურულ ტყეში სწრაფად ვრცელდება. შემდეგ კი პატარა დამამშვიდებელ ნათელ ფერებს ხედავს. მათი კავშირი მათ შიშებზე ძლიერია.